რუსეთის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარული აფთიაქებისთვის მოიცალა და მათი შემოწმება დაიწყო. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ვეტ-აფთიაქებში ფალსიფიცირებული პროდუქციაც იყიდებოდა. უკვე 1 იანვრიდან ვეტ-აფთიაქების ზოომაღაზიების და ვეტ-კლინიკების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. აქ არის ვაქცინები, მაგალითად ღორის ჭირი, წითელი ქარი, რომელიც უნდა ინახებოდეს მაცივარში. მოსკოვის გამზირზე მდებარე ვეტერინარული აფთიაქი ერთ-ერთია, რომელიც რუსეთის ეროვნულმა სააგენტომ დაწყებული მონიტორინგის ფარგლებში შეამოწმა. ყველაფერი მოწესრიგებული იყო ამ მხრივ და ისედაც ვცდილობთ, რომ არაფერი გაიპაროს ისეთი ან ვადაგასული, ამას ვიღებთ წინასწარ. ვადაგასული პროდუქცია, პრეპარატები თუ არის გაფრთხილებისათვის ძალიან კარგია და აუცილებელი, რომ მომხმარებელი არ შევიყვანოთ შეცდომაში და საიმედო ვიყოთ. რუსეთის ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით 126 სარეალიზაციო ობიექტში იმყოფებოდა, რა დროსაც გამოიკვლია ვეტერინარული პრეპარატების ხარისხი, საფიქსირდა შენახვის პირობების დარღვევის ფაქტები, ამოიღეს ფალსიფიცირებული პროდუქციაც. ასორი პრეპარატი აღებული აქედან 95 უკვე გამოკვლეულია. სამ პრეპარატს ჩვენ აღმოაჩინეთ დარღვევა, ანუ ფალსიფიცირება, რომელსაც ვხვდებით. დავაჯარიმეთ შესაბამისად. არის პრეპარატები, რომელსაც გაფრთხილების თავის წესი აქვს, მე არის პრეპარატების ჯგუფი, რომელიც დახურულ ბნელ ადგილას უნდა ინახებოდეს, ნაწილი სხვა შენახვის პირობები აქვს, ზოგადად ეს ტემპერატურაზე შეიძლება შეინახოს. 2015 წლის 1 იანვრიდან კი ვეტ-აფთიაქებისთვის საჯარიმო სანქციები ეტიკეტირების წესის დარღვევაზეც ამოქმედდება. პრეპარატების ეტიკეტირების წესი ჯერჯერობით დამუშავების ეტაპზეა. ვეტ-აფთიაქებში სააგენტოს კონტროლს მისაღებად მიიჩნევენ, თუმცა კითხვები ეტიკეტირების წესთან დაკავშირებით აქვთ. შენახვის პირობებს კონტროლი ჭირდება, ეტიკეტები რო გადავიყვანოთ, გავაქართულოთ, ამას ბევრი ჩვენი ევროპელი და უცხოელი პარტნიორი ძალიან დიდ დარტყმად მიიღებს, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ იქ უნდა მოხდეს, ხო? ანუ წარმოებლიდან უკვე უნდა მოხდეს ქართული ეტიკეტებით შემოტანა. ეტიკეტირების წესს ბარიერად მიიჩნევენ ვეტ-პრეპარატების მწარმოებელ კომპანიებშიც და არ გამორიცხავენ, რომ რეგულაციის შემოღების შემდეგ შემომტანმა კომპანიებმა საქართველოს მომარაგება შეწყვიტონ. რაოდენობის პრეპარატსაც მოითხოვს, რა თქმა უნდა, ეს მათთვის ნამდვილად უინტერესოა, რაიმე სხვა სახის და სხვა ეტიკეტებით გამოუშვას და თქვა სხვანაირი ექსკლუზიური დამოკიდებულება გამოხატოს ჩვენს მიმართ. ეს გამოიწვევს, რა თქმა უნდა, დაკარგვას ხარისხიანი მომწოდებელი ამაზე არ წავა. რუსეთის ეროვნული სააგენტოს კონტროლს აუცილებლად მიიჩნევენ ვეტერინარები. ელემენტარული ანტიბიოტიკი მაგალითზე რო ავიღოთ, უნდა წაიღოს მკურნალოს, თქვა საქონელი იქნება თუ ღორი იქნება, ვადაგასული არ იმოქმედებს ელემენტარულად. მე იმას მოსახლეს უწევს ამ საქონლის, ასე ვთქვათ, დაკვრა და ბაზარზე გაყიდა, რაც რა თქმა უნდა არასასურველია. 1 იანვრიდან ასევე სავალდებულო ხდება ვეტერინარული აფთიაქების, ვეტ-კლინიკებისა და ზოომაღაზიების რეგისტრაცია.